დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. დღეს 1 დეკემბერია და ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმ თემაზე გადაცემის შესავალში, რაც ბოლო ხანებში შესაძლოა აღარ მიგვაჩნია აქტუალურ პრობლემად, მაგრამ უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე ამ პრობლემამ შეცვალა კაცობრიობის აზროვნება. ჩვენ ადამიანზე ვსაუბრობთ. თქვენ ეს ძალიან კარგად იცით ადამიანზე, როგორც მთავარ ღირებულებაზე, ამიტომ დღეს, როდესაც 1 დეკემბერს უნდა ვახსენოთ დაავადება, მე საგანგებოდ განმარტავ, ეს არის ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით გამოწვეული ინფექცია, მისი ცნობადობის ამაღლებისათვის შიცის მსოფლიო დღე. შიცი შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი გახლავთ დაავადების ბოლო საფეხური კლინიკური სტადია და თავად ურთიერთობა ამ ორ ტერმინს შორის ხშირად დამაბნეველია ჩვენი საზოგადოებისათვის. არა და ინფექცია ნიშნავს, რომ ადამიანის ორგანიზმში დიახ მოხვდა ვირუსი, ხოლო ვირუსის მოხვედრა ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანს შიცი დაემართება. ხოლო შიცი ნიშნავს იმას, რომ დიახ ადამიანს უკვე კლინიკური სურათი აქვს დაავადების, ეს იმას ნიშნავს, რომ დიახ ის ინფიცირებული იყო, დაავადება განვითარდა და მიაღწია სწორედ ამ კლინიკურ ფაზას, რომელსაც შიცის სახელით მოვიხსენიებთ. ამ დაავადებას აქვს თავისი ისტორია საქართველოში და მე მინდა გაგახსენოთ ერთი ისტორიული ფოტო. ისტორიული ფოტო, რომელიც ბევრი მიზეზის გამო იქცა ისტორიად და როდესაც ამ ფოტოს ვუყურებ, მე აუცილებლად მინდა გაგახსენოთ, რომ საქართველოში პირველი დიაგნოზი ინფექციის შიცის დასვა პროფესორ მათენგის ცერცვაძემ და ყოველთვის ტრადიციულად ამ თარიღთან დაკავშირებით ის იყო ხოლმე ჩვენი გადაცემის სტუმარი. ძალიან გრძელი გზა გაიარა მედიცინამ საქართველოში შიცის მართვასთან დაკავშირებით, ინფექციის დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დაგვავიწყდეს ეს საფრთხე, რადგან ყველა ის დაავადება, რომელიც სისხლის გზით გადამდებია, არის საშიში. საშიში საზოგადოებაში გავრცელებისათვის. იქ, სადაც შესაძლებელია დაავადების დიაგნოსტიკა ანონიმურად, იქ, სადაც შესაძლებელია მკურნალობა ანონიმურად, ალბათ საზოგადოებამ ცოტა მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს იმისთვის, რომ შემდეგ მათი დიაგნოზი არ იქცეს საფრთხედ ოჯახის წევრებისათვის, ახლობლებისათვის, მეგობრებისათვის, თუმცა აქ არის გასათვალისწინებელი ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ინფექცია შიცი არ არის ადამიანის უშუალო კონტაქტით, ჩახუტებით, მოფერებით, ადამიანებთან ერთად მგზავრობის დროს გადამდები დაავადება. ჩვენ ერთმანეთის გვერდით მუშაობისას, ერთმანეთის გვერდით სწავლისას და მეცადინეობისას ეს დაავადება არ გადაგვედება. ამიტომ სტიგმატიზაცია არის ზუსტად ის წნეხი, რომელიც ხშირად ადამიანებს უბიძგებს დამალონ საკუთარი დიაგნოზი, დამალონ საკუთარი ჯანმრთელობის და ეპიდემიოლოგიური რისკების ფასად. და მაშინ, როდესაც ვიცით ამ დაავადების გადაცემა, ნებისმიერი სისხლიანი მანიპულაციით, ნებისმიერი ჩარევით, სადაც არ არის დაცული უსაფრთხოების წესები. შეიძლება ეს იყოს სისხლის გადასხმიდან დაწყებული ყველა ის პროცედურა, სადაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რისკების მიუხედავად არ იყო დაცული უსაფრთხოება, ცხოვრების წესის ზოგიერთი თავისებურებიდან გამომდინარე, ეს არის ერთი საკითხი, ეს არის ერთი მხარე მოვლენის, მაგრამ მეორეა საზოგადოების სიმწიფე, საზოგადოების ინფორმირებულობა და იმის გათვალისწინება, რომ დიახ, ჩვენ სხვადასხვა დიაგნოზის მატარებლები ვართ, მაგრამ ჩვენ ერთმანეთთან თანაცხოვრება შეგვიძლია დიაგნოზის მიუხედავად, თუ ვიცით ამ პრობლემის შესახებ. ამიტომ გავიხსენოთ რა არის ინფექცია, გავიხსენოთ რა არის შიცი და აუცილებლად რისკების შემთხვევაში თავიდან ავიცილოთ პრობლემები ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ხოლო თუ გვაქვს საეჭვო სიტუაცია, მაშინ მივმართოთ ანონიმურ დიაგნოსტიკას და ჩავიტაროთ მკურნალობა საჭიროების შემთხვევაში. ხოლო რაც შეეხება ჩვენ საუბარს, შემდგომ საუბარს, იმისთვის რომ კიდევ უფრო თვალსაჩინო იყოს ჩემ მიერ ნათქვამი ყოველი სიტყვა, მოისმინეთ და ნახეთ სტატისტიკა, რომელიც დაავადებას უკავშირდება საქართველოში. ინფექცია, შიდსის გავრცელება საქართველოში. მსოფლიო სტატისტიკით საქართველო ინფექცია, შიდსის დაბალი პრევალენტობის ქვეყნებს მიეკუთვნება. თენგის ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის მიხედვით, საქართველოში ინფეცირების სავარაუდო რიცხვი 10,500-ს უტოლდება.
HIV ინფექცია შიდსის პირველი შემთხვევა ქვეყანაში 1999 წელს გამოვლინდა. 2025 წლის 22 სექტემბრის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრში რეგისტრირებულია HIV-ით ინფიცირების 11430 შემთხვევა. აქედან 8570 მამაკაცია, ქალი კი 2860. დაავადების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 2447-ს უტოლდება. 2025 წელს გამოვლენილია 425 ახალი შემთხვევა. მკურნალობას 7068 პირი გადის. პაციენტთა უმრავლესობის ასაკი 29-დან 40 წლამდე მერყეობს. როდესაც ადამიანის გამრავლებაზე ვსაუბრობთ, ყველა დეტალს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და მაშინ, როდესაც პროფესიონალები იკრიბებიან და ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ, აქ ამოცანა ერთადერთია. შემდეგ უკვე ეს ცოდნა აღმოჩნდა სასარგებლო და განსაკუთრებით გამოსაყენებელი უკვე თითოეული პაციენტისათვის, თითოეული ადამიანისათვის, ჩვენი უკეთესი მომავლისთვის, უკეთესი ჯანმრთელობისათვის. და როდესაც ჩვენ სოციალურ მედიასთან დაკავშირებულ პროექტებს სატელევიზიო ეთერში გიზიარებთ ხოლმე, ამოცანა ერთადერთია გაგახსენოთ ის კონკრეტული ისტორია, რომელმაც ძალიან ბევრად განსაზღვრა თანამედროვე და მომავლის მედიცინა. რას გულისხმობ? მოდით ვნახოთ რგოლი და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი. ენდომეტრიოზი პირდაპირ კავშირში არის უნაყოფოებასთან, საერთოდ საშუალოდ სადღაც 10-15% ქალბატონების შეიძლება აღმოჩენა ენდომეტრიოზის შანსი რეპროდუქციოლოგიის, ასე ვთქვათ, განაყოფიერების ძალიან კლებულობს ენდომეტრიოზის ფონზე. პირველი პრობლემა ენდომეტრიოზთან დაკავშირებით არის დიაგნოზი. დიაგნოზი ისმება საკმაოდ გვიან. საშუალო ასე ვთქვათ, დრო ამიდან სიმპტომებიდან ენდომეტრიოზის დიაგნოზამდე არის სადღაც 8-10 წელი. ინდო განაყოფიერება არის ძალიან რთული პროცესი და რა პროცესი რაც უფრო რთულია, მით უფრო მიდრეკილია შეცდომისკენ. ფაქტი რჩება ფაქტად, რომ შეცდომები ხდება. არის მაგალითად საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი, რომელიც შეიძლება მოხდეს თუ მეტი ჰორმონი მიეცა ქალს, ვიდრე მის ორგანიზმს შეუძლია ამის ეფექტურად გადამუშავება და შეიძლება ჩამოყალიბდეს საკმაოდ მძიმე პათოლოგია, რომელიც შეიძლება დამთავრდეს თირკმლის უმყარესობით და სიკვდილით. მაგრამ ეს არის უკიდურესად იშვიათი დღევანდელ დროში, ფაქტურად დაუშვებელია. მეორე ჩვენი დიდი პრობლემა არის მრავალნაყოფიანი ორსულობა. როგორც გენიშნათ, ეს არის ინფორმაცია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან თავყრილობას უკავშირდება, პროფესიონალთა თავყრილობას, რომელმაც ერთი მხრივ თავი მოუყარა გამოცდილებას, რომელიც დააგროვა დარგმა და ამავე დროს უკავშირდება ამ გამოცდილების გაზიარების სურვილთან და დაკავშირებულია მომავალში გადახედვის სურვილთან. და ჩვენ ვაგრძელებთ სწორედ ამგვარი დამოკიდებულებით საკითხზე საუბარს. ჩვენი გადაცემის პირველი ბლოკის სტუმრები არიან თქვენთვის ძალიან კარგად ცნობილი ექიმები, რეპროდუქტოლოგები, ქალბატონი ჯენარო ქრისტესაშვილი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და ბატონი არჩილ ხომასურიძე, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. დილამშვიდობისა კოლეგებო, ჩემთვის ყოველთვის ძალიან პატივია, დიდი პატივი თქვენი მასპინძლობა და განსაკუთრებით ახლა, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ იმ საკითხების შესახებ, რაც ადამიანის არა უბრალოდ გამრავლებას უკავშირდება, არამედ ადამიანის გამრავლების შესაძლებლობებს მომავალში. როგორია უკვე დღევანდელი ხედვა, როგორია სამომავლო ხედვა, ჩვენ ვეცდებით სხვადასხვა წახნაგით დავინახოთ ეს საკითხი, მაგრამ ერთგვარად გავაგრძელოთ ეს თემა. ბატონო არჩილ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის, რაც მოხდა საქართველოში, მე არ ვთქვი შეგნებულად, მოდით თქვენ ბრძანეთ ამის შესახებ. ახლა მე ცოტა გამოვიჩენ ინიციატივას ასაკობრივსაც და პატარა შესავალს გავაკეთებ, თუ არ გექნება არაფერი საწინააღმდეგო. როდესაც ესეთი საპატივცემულო, ყოველგვარი გათანი ხო თქვი რა მე ხერხება ქალწიანები. საპატივცემულო მედიცინა, მისი ტელევიზია ფაქტიურად და სრულიად განსხვავებული და უნიკალური ჩვენ რეალურ სიტუაციაში გადადის ახალ სტუდიაში. როგორ შეიძლება არ მოგილოცოთ ალბათ.
მადლობა. მისულები მოლოცვას ახალი სტუდიის და ახალი შესაძლებლობები. მადლობა. ჩვენი იდეოლოგიაც ჩემი და თქვენი. უბრალოდ თქვენი და ჩემი. ძალიან ახლო არის ერთმანეთთან ჩემი გაგებით და ამიტომაც კათინაურის გარეშე გცემთ განსაკუთრებულ პატივს, რომ თქვენი ტელევიზია არის უნიკალური იმით, რომ არ არის კომერციალიზებული. ჩვენი გადაცემა. კომერციალიზაცია ეს უკვე ჩემგან მომბობ. და მაყურებლებს საკეთ გასაგებად მინდა თქვა ისე თუ რაში მდგომარეობს ჩემი მოსაზრება. კომერციალიზაცია არის დიდი უარყოფითი მხარე ჩვენი მედიცინის. რაც ჩვენ დასაბედნიეროდ სრულიადაც არ ახლავს თან და ამის მხრივ სრულიად თავისუფალია მარი მალაზონიას ესე ვთქვათ ტელევიზია. ესე ვთქვათ კი არა მართლა ესეც არის უკვე ჩამოყალიბებული. გადაცემა ჩვენ შეძლებს და გვარად ვცდილობთ რომ აქ ისმოდეს აკადემიური აზრი ბატონო დიახ. ეხლა რაც შეეხება ის საკითხს რა თქვენ დამიყენეთ ფაქტიურად თუ რა არის ახალი რეპროდუქტოლოგიაში. რა არის ახალი, რა თქმა უნდა ის რაც ქონდა თხედულობაში ის რომ ორიოდე თვის წინ საქართველოს მედიცინის ისტორიაში არაფერს არ ვამედეთ პირველად საქართველოში ჩატარდა მე-20 მსოფლიო კონგრესი რეპროდუქტოლოგიაზე. რომელში მონაწილეობას იღებდა 100 ქვეყანა 82 მსოფლიო დონის კორპუსი სულ ყველა გამონაკლისის გარეშე ელიტა მთელი რეპროდუქტოლოგიისა და არა მარტო რეპროდუქტოლოგიისა და რომელმაც ჩაიარა ამბობენ ძალიან წარმატებულად. ძირითადად მე ვეყნობი ჩვენი საერთაშორისო კოლეგების აზრს, მაგრამ მონაწილეებმაც რომელმაც ძალიან დიდი აქტიური მონაწილეობა რომელმაც მიიღეს ჩვენი მხრიდან მუშაობაში იყვნენ მონაწილეობდნენ ესე იგი მათთანაც გამოთქვეს 1000 იყო ესეთი გამოთქვეს აზრი რომ ესე იგი ეს იყო უსულიერად უნიკალური ღონისძიება რომელიც ჩატარდა საქართველოს მედიცინის ისტორიაში. ეხლა მე მინდა ვთქვა რომ თქვენ ფაქტიურად დამისვით საკითხი თუ რა არის ახალი. ყველაფერი ახალი იყო იმ კონკრეტ. სულ ყველაფერი ახალი. პროგრამა, წიგნი, რომელიც გამოვა მოკლე ხანში, თეზისების კრებული ჯერ, მერე შრომების კრებული, ყველაფერი იქნება იქ გაშუქებული. და უნდა გითხრათ, რომ თემატიკა იყო იმდენად ფართო, ამას მოითხოვს თანამედროვე მედიცინა. მომიჯნავე სპეციალობის ფარგლებზე, რომ ამაზე რო დავიწყოთ ლაპარაკი, დამჭირდება ალბათ, მე დამჭირდება გატაცება ვიცი ხანდახან, როცა რეპროდუქტოლოგიაზე ვლაპარაკობ, დამჭირდება 1-4-5 საათი, მაგრამ ნუ გეშინიათ, ძირითადზე შევჭერდი. ძირითადი და ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ახალი, ჩემის აზრით, მაინც გახლავთ საქართველოს რეპროდუქტოლოგი. მე მაქვს საფუძველი, როგორც წარმომადგენელმა ამ დისციპლინისა საქართველოში ვიამაყო დღევანდელი ჩვენი მდგომარეობა. თუნდაც იმიტომ, რომ ეს მაყურებელმა უნდა იცოდეს, რომ საქართველო დღეს არის ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც რეპროდუქტოლოგია არ არის მეანობა გინეკოლოგიის ნაწილი. და არის სრულიად დამოუკიდებელი სამედიცინო დისციპლინა. ჩვენ უკვე გამოვიარეთ ამ მიმართულებით მუშაობაში 23 წელია მუშაობთ. და მივიღეთ შედეგი. და ეხლა როცა ხედავენ თუ რა შედეგი მივიღეთ, ეხლა უკვე ყველას მოწყობს. და აპირებენ აგრეთვე ჩვენი ნაბიჯის ამ გამოცდილების გაზიარებას. და მიბაძვეს. რატომ მოხდა ეს? იმიტომ რომ რეპროდუქტოლოგია გახდა მოწინავე ქვეყანაში, იმიტომ რომ ღმერთმა გვარგუნა იოსებ ჟორდანია თავის დროს. მერე მისი ინსტიტუტი. და მერე მისი განვითარება. რომელშიც ესე იგი მეც მივიღე მონაწილეობა და უნდა გითხრათ რომ მაქსიმალურად შეუპარდეთ ყველაფერი ეს იოსებ ჟორდანიას დანარდებებს, რომელიც სრულიად ემთხვევა თანამედროვე რეპროდუქტოლოგიის ძირითად მიმართულებას. აი წარმოიდგინეთ, როდის განჭურეტა ამ კაცმა დაახლოებით 80 წლის წინათ განჭურეტა, რომ როგორი პერსპექტიული იყო ეს. საფუძველი ახლა ამისა. გამოვიდა ის, რომ ჩვენ მე და ჩემმა კოლეგებმა ავიღეთ და მივაქციეთ ერთ ტრივიალურ, სრულიად ელემენტარულ მიზეზს და მე ვიტყოდი საბაბსაც. კერძოდ იმას, რომ კარგი,
ძალიან მნიშვნელოვანია ქალთა რეპროდუქტოლოგია, შვილოსნობის ფუნქცია, ძირითადად მე ვიტყოდი ქალის არის, მაგრამ მამაკაცი არ მონაწილეობდა საერთოდ რეპროდუქციული ფუნქციის არავითარ განვითარებაში. არავითარი ინფორმირება მას შესახებ, არავითარი მკურნალობა. რა ისმება კითხვა მამაკაცის რეპროდუქციული ფუნქცია, სქესობრივი ფუნქცია ნაკლებად მნიშვნელოვანი ქალისა. ვერავინ ვერ იტყვის რომ ნაკლებად მნიშვნელოვანი. ამიტომ რეპროდუქტოლოგია არა მარტო ჩვენ ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში სეერნობდა ხან უროლოგიაში იყო, ხან მეანობა გინეკოლოგიაში იყო, ხან სექსოლოგიაში და არ ქონდა მისადგომი. აი ჩვენ ავიღეთ და შევქმნით ანდროლოგია და ჩავთეთ რეპროდუქტოლოგიაში და მივიღეთ ერთი დამოუკიდებელი სამედიცინო დისციპლინა. აი ახალი, თავარი ახალი, რაც არის ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტი. მე ესე მიმაჩნია და ეს მინდოდა თქვენთვის განსაკუთრებით ხალხგასმით. როდესაც თქვენ ბრძანებდით ადამიანის გამრავლებასთან დაკავშირებით ახალ ხედვაზე, რასაკვირველია, პრაქტიკულად ყოველთვის ახალია, მაგრამ ალბათ ყველაზე ძველიც, როგორ ვითარდებით და როგორი მანკი შეიძლება იყოს ამ განვითარებაში, ისეთი, რომელმაც შეიძლება შეაფერხოს ქალისა და მამაკაცის განვითარება. ხალბატონო ინჟენერო, თქვენ მთელი თქვენი საქმიანობის განმავლობაში ამ საკითხებზე უამრავი მასალა დაგიგროვდათ და ერთ-ერთი ნაწილი თქვენი მოხსენებების სწორედ ამას უკავშირდებოდა. საქმე იმაშია, რომ პირველი ალბათ, როდესაც პაციენტს ეცნობი, მის ისტორიას ეცნობი და გამოკვლევის შედეგებს, დგება საკითხი ასეთნაირად, როგორი პერსპექტივა აქვს მას, როგორია მისი რეპროდუქციული პროგნოზი, შეძლებს თუ არა ის თავისთავად სპონტანურად დაორსულებას, ვთქვათ, როცა ქალზე ვსაუბრობთ, ან მამაკაცი, რომელიც მოდის და მას აინტერესებს, მას აქვს თუ არა განაყოფიერების უნარი და ასე შემდეგ. თუ ის საჭიროებს რაღაც დამატებით ჩარევას, კურნალობას და ზოგ შემთხვევაში კიდევ გამოყენებას დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების, ინვიტრო განაყოფიერების სახით. მე მინდა ვთქვა, რომ ესე იგი, იცით, ალბათ აი არავის ისე არ სასარგებლოდ მოხდა ის ამბავი ინვიტრო განაყოფიერების შემოტანა ფართე პრაქტიკაში, როგორც აი სწორედ იმ პაციენტებისათვის იყო ეს სასარგებლო, რომელთაც აქვს გარკვეული გადახრები ამ უნარში განაყოფიერების. მაგალითად, რა პრობლემა უნდა იყოს ისეთი? აი მაგალითად ისეთ როგორი პრობლემა იყო, მე ის ძალიან კარგად მახსოვს, მე ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე ვსჯელობ ხოლმე ამაზე, როდესაც ჩემი კაბინეტიდან გადიოდა გოგონა, რომელსაც არ ქონდა საშვილოსნო. საკვირცხლები ნორმალური, გარეგნობა ნორმალური ქალის ყველაფერი, მაგრამ მას არ აქვს საშვილოსნო, თქვათ, საშო არის შეხორცებული და იმის ხელოვნური საშო შექმნა ესეც აუცილებელი ხდება და შეიძლება მისი აღდგენა, მაგრამ აი როცა საშვილოსნო არ არის. ასეთ შემთხვევაში და მე მახსოვს ძალიან კარგად, რომ ამ პაციენტებს რო ვისტუმრებდი, ძალიან გულდაწყვეტით, მაგრამ მაინც ვცდილობდი გამემხნევებინა და მე თქვა, რომ სხვა ყველაფერი ნორმალურად იქნებით, მაგრამ ნუ აი ბავშვის შესახებ, ნუ თქვათ ეს თქვენთვის არ იქნება შეზღუდული ეს უნარი. და მას შემდეგ რაც ინვიტრო განაყოფიერება შემოვიდა ჩემ პრაქტიკაში, აი სუროგატული დედის ფენომენი ამ შემთხვევაში არის არაჩვეულებრივი. ამ სუროგატული დედის ფენომენით შესაძლებელია რომ ქალს, რომელსაც სასულელო არ აქვს, ყავდეს მისი საკუთარი გენეტიკური და მისი მეუღლის გენეტიკური შვილი. განაყოფიერებული კოცურჯედი თქვა გადააქვს სუროგატული დედის საშვილოსნოში, ის დის მას და აჩენს და ეს არის გენეტიკურად ამ წყვილის ბავშვი. ამდენად დღეს უკვე ბევრად გამიოლდა აი ამ დიაგნოზის პაციენტისთვის გაცნობა. ნუ არსებობს კიდევ სხვა ბევრი ისეთი, რომელსაც თავარი არის ის, რომ დროულად დაისვას და სწორად დიაგნოზი, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ თავისთავად თუ ფუნქცია დაქვეითებულია და საკვირცხლები ნორმალური არ არსებობს, იქ არის ესტროგენ დეფიციტური მდგომარეობების გართულებების რისკები და ეს უნდა თავიდან იქნეს საცილებული ჩანაცვლებით ჰორმონოთერაპიით და დროულად იქ რომ თქვათ მოზარდ გოგონას არ აქვს მეორად სასქესო ნიშნები გამოხატული და ის ძალიან სტიგმატიზირებულად გრძნობს თავს, მას რომ თქვათ ამას ყველაფერს გამოუხატა ჩანაცვლებით ჰორმონოთერაპიით ეს დიდი საქმეა, მაგრამ ამასობაში საშვილოსნოც იზრდება, რომელიც პატარა არის, როცა ესტროგენების დეფიციტია და აქაც შეიძლება ისევ დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები და დონორის კოესტრუჟენის გამოყენება და განაყოფიერება ასეთი ორსულის და ის თვითონ ატარებს ამ ნაყოფს და
აბსოლუტურად კმაყოფილები არიან ხოლმე. ამდენად არის კიდევ ისეთი სიტუაციები, როცა გარდა ესტროგენული დეფიციტისა, საშიშროება არის ართვისებიანი გადაგვარების მალიგნიზაციის თუ სასქესო ჯირკვლები, აი თქვა ვისაც აქვს სქესური განვითარების დარღვევები, ამ შემთხვევაში მუსრის ღრუში და მაღალ ტემპერატურაზე, იქ არის მალიგნიზაციის ათვისებიანი გადაგვარების რისკი. ესეც უნდა დროულად იქნას ამოცნობილი, ჩატარდეს თქვა გონადების ამოკვეთა ასეთ შემთხვევაში ძალიან დროულად და ამით თავიდან ავიცოთ ათვისებიანი გართულებების რისკი. გარკვეულ სელექციურ ჯგუფებში, როგორც არის თქვა აი ამენორე, როცა მენსტრუაციები არ აქალს, როდესაც არის ჩამორჩენა სქესობრივ განვითარებაში, უნაყოფობის შემთხვევაში და სხვა, ასეთი პაციენტების სიხშირე 10-70 ჯერ ან 70-მდე ჯერადობით იზრდება მისი სიხშირე. და აქ ძალიან კარგი გამოსავალია მათი კორექცია განვითარების დარღვევების და შემდგომ თქვათ შვილოსნობის უნარის დაბრუნება ასეთი პაციენტებისათვის. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ რასაკვირველია თემაზე საუბარს არ ვწყვეთ, იმიტომ რომ გადაცემა გრძელდება და თემას ვაგრძელებ. მე თქვენ დაგემშვიდობებით ამ ბლოგში, მაყურებელს შევახსენებ დღევანდელი ჩვენი გადაცემის მეორე ბლოკის სტუმრები ბრძანდებოდნენ ბატონი არჩილ ხომასურიძე, რეპროდუქტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და ქალბატონი ჯენარო ქრისტესაშვილი, რეპროდუქტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ჩვენ კიდევ ერთი რგოლი გველოდება, რომელიც ზემოთ ნახსენებელ კონგრესს უკავშირდება. თანამედროვე გენეტიკური ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელი ხდება ზუსტად იმავე დიაგნოზის დასმა, რომელიც ადრე მხოლოდ უჯრედებიდან შეიძლებოდა. ორსულობის ადრეულ ეტაპზე არსებობს ეგრეთ წოდებული ემბრიონული ღეროვანი უჯრედები. ამ უჯრედებს ჯერ კიდევ აქვთ უნარი, გადაიქცნენ სხვადასხვა ქსოვილად. ჩვენ შეგვიძლია ეს უჯრედები ლაბორატორიაში განვავითაროთ და მივიღოთ ქსოვილის საჭირო ტიპი. იქნება ეს ნერვული ქსოვილი, კუნთოვანი ქსოვილი თუ სხვა. 40 წლის ასაკში ქალის კვერცხუჯრედების თითქმის 98% უკვე არასრულფასოვანია. მკვეთრად მცირდება მათი რაოდენობაც. დაბადებისას გოგონას დაახლოებით 1 მილიონი კვერცხუჯრედი აქვს. პუბერტატისას ეს რაოდენობა 300-400-მდე მცირდება, ხოლო 40 წლისთვის მხოლოდ 400-500-მდე რჩება. ამ მიზეზების გამო შემუშავდა კვერცხუჯრედების გაყინვის მეთოდი. ამით ქალს საშუალება აქვს მოგვიანებით, როცა პარტნიორს შეხვდება ეს კვერცხუჯრედები გამოიყენოს განაყოფიერებისათვის. ამ შემთხვევაში ემბრიონებიც მაღალი ხარისხისაა, რადგან კვერცხუჯრედები ახალგაზრდულ ასაკში იქნა აღებული. ვაგრძელებთ საუბარს ადამიანის გამრავლებაზე და ჩვენი გადაცემის შემდეგი ბლოკის სტუმრები არიან რეპროდუქტოლოგები, პროფესორი ქალბატონი ლალი ფხალაძე და ქალბატონი ნატო ხონელიძე. დილამშვიდობისა კოლეგებო და როდესაც ჩვენ დავიწყეთ გადაცემა, მე ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია კიდევ ერთხელ ვთქვათ მაყურებელს, რას ნიშნავს ჩვენთვის ადამიანის გამრავლება. ეს პრაქტიკულად ეს არის კაცობრიობის მომავალზე საუბარი, ჩვენი საზოგადოების მომავალზე საუბარი, თუმცა როდესაც ჩვენ საუბრობთ შესაძლებლობებზე, აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზოგჯერ ბანალური ფიზიოლოგიური პროცესები, რომელსაც ხშირად ყოველდღიურობაში არც კი ვაქცევთ ხოლმე ყურადღებას და არ განვიხილავთ რეპროდუქტოლოგიურ ჭრილში, არადა ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დამეთანხმებით. დაგეთანხმებით ნამდვილად. ალბათ ჯობია დავიწყოთ მენსტრუაციული ფუნქციით, რომელიც არის ქალის ორგანიზმის უმნიშვნელოვანესი ბიოლოგიური ფენომენი და პრაქტიკულად დამასრულებელი ეტაპი სქესობრივი მომწიფების. რეპროდუქციული ფუნქციასთან მიმართებაში მენსტრუაციულ ფუნქციას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან შეიძლება ითქვას, რომ მენსტრუაციული ფუნქცია არის ერთგვარი სავიზიტო ბარათი ქალის ჯანმრთელობის, რადგან ის გავლენას ახდენს არა მხოლოდ
მხოლოდ ზოგად ჯანმრთელობაზე, არამედ კონკრეტულად რეპროდუქციულ კეთილდღეობაზე და ცხოვრების ხარისხზეც აისახება. თქვენ იცით, რომ გოგონას პირველი მენსტრუაცია მოზარდობის პერიოდში ეწყება, მენარხეს უწოდებთ ჩვენ მას და თვითონ ეს პროცესი მენსტრუაციული ფუნქციის ჩამოყალიბების დაახლოებით 3 წელი გრძელდება. ამიტომაც არის, რომ პირველი 3 წლის განმავლობაში მენსტრუაციული ციკლის დარღვევას ჩვენ ხშირად არ განვიხილავთ პათოლოგიად, ეს ხშირად არის ნორმალური ფიზიოლოგიური მოვლენა. თუმცა თუ 15 წლის ასაკისათვის გოგონას არ აქვს მენსტრუაცია, ამ მდგომარეობას უკვე ჭირდება ნამდვილად შეფასება. ზოგადად მენსტრუაციული ციკლის ნებისმიერი სახის დარღვევა განიხილება პათოლოგიად და ძალიან ხშირად ამ პათოლოგიების უკან დგას ჰორმონული დარღვევები. ზოგადად მენსტრუაციული ციკლის რეგულირება ხდება თავის ტვინის უმაღლესი ცენტრიდან, ამას განაგებს ჰიპოთალამუსი, კერძოდ კი გონადოტროპინ rilizing ჰორმონი და ყველა სახის დარღვევა, რომელიც გვაქვს ხოლმე მენსტრუაციასთან მიმართებაში, თითქმის ყოველთვის ასოცირდება ძალიან სერიოზულ და მნიშვნელოვან პრობლემებთან. ძირითადად ჩვენ გვხვდება მენსტრუაციის ერთი სახის დარღვევები, როგორიც არის მენსტრუაციის გადაცდენები, შედარებით იშვიათია ხშირი მენსტრუაციები, საკმაოდ ხშირად გვაქვს ხოლმე ჭარბი და გახანგრძლივებული მენსტრუაციის პრობლემა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ მტკივნეულ მენსტრუაციაზე, რადგან საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება, რომ მტკივნეული მენსტრუაცია ეს არის ნორმალური ფენომენი, მაგრამ ეს ნამდვილად ესე არ არის. მოსათმენი და ასაკი. რადგან მტკივნეული მენსტრუაციის უკან შეიძლება იდგეს ისეთი სერიოზული გინეკოლოგიური დაავადება, როგორიც არის ენდომეტრიოზი. ასევე მტკივნეულ მენსტრუაციასთან ერთად ალბათ უნდა განვიხილოთ ეგრეთ წოდებული მენსტრუაციის წინა სინდრომი, რომელიც ასევე ქალის ცხოვრების ხარისხზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს და ალბათ განსაკუთრებულ აქცენტს მე გავაკეთებდი მენსტრუაციული ციკლის გადაცდენებზე, როდესაც არ აქვს რეგულარული რიტმი, არ არის ჩამოყალიბებული, რადგან ხშირად ეს მდგომარეობა ასოცირდება პოლიცისტური საკვერცხების სინდრომთან, რომელსაც რა თქმა უნდა ციკლის დარღვევის გარდა თან ახლავს ჭართვიანობა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ მენსტრუაციული ციკლის დარღვევის დროს ქალის ორგანიზმში არ ხდება კვერცხუჯრედის მომწიფება და თუ კვერცხუჯრედი არ მომწიფდა, ცხადია განაყოფიერებას არ ექნება ადგილი და მენსტრუაციული ფუნქციის კარდინალური მოვლენაც ალბათ სწორედ ოვულაცია გახლავთ, რომლის გარეშეც განაყოფიერება შეუძლებელია და ადამიანის გამრავლება შეუძლებელია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოზარდობის პერიოდში, რომელიც რეალურად წარმოადგენს პერიოდს, როდესაც ხდება არა მხოლოდ ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობის ფუნდამენტების, ასე ვთქვათ, დაგროვება და ჩამოყალიბება, არამედ ეს არის პერიოდი, როდესაც ყალიბდება რეპროდუქციული ჯანმრთელობა, რომელიც ასე მნიშვნელოვანია უკვე შემდგომში რეპროდუქციული ფუნქციის რეალიზებისათვის და ჩემი მთავარი გზავნილი სწორედ იქნება ის, რომ გოგონებმა, მათ მოზარდი გოგონების მშობლებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ მენსტრუაციული ციკლის დარღვევას და არც ერთი გადახრა არ დატოვონ უყურადღებოთ. დიახ, მით უფრო თქვენ ახსენეთ სიტყვა ოვულაცია, ანუ კვერცხუჯრედის მომწიფება, რომელიც გადამწყვეტი უჯრედია სიცოცხლის გაგრძელებისათვის და რომ ამასთან დაკავშირებული ნებისმიერი ხარვეზი, რომელსაც ნაკლებად მნიშვნელოვნად აღიქვამს, მაგალითად თავად ახალგაზრდა გოგონა და მისი ოჯახი, აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ უმნიშვნელო აქ არაფერია. მით უფრო რომ ყველა ის საკითხი, რაც ქალბატონმა ლალიმ ბრძანა, შეიძლება იყოს სწორედ შვილოსნობასთან დაკავშირებული სირთულეების წინაპირობა, რასაც თავად ქალბატონი და წყვილი მიყავს სწორედ ხელოვნურ განაყოფიერებასთან. დღევანდელი ჩვენი საუბარი არ არის ხელოვნური განაყოფიერების რაობაზე. ჩვენი ამოცანა არის საზოგადოებას უთხრა საით მიდის ეს დარგი, დიახ, და რა გველოდება. სადამდე მოვედით, ამას უკვე ხედავს საზოგადოება, თუმცა რა არის პერსპექტივა, რა არის მომავალი და როგორი გაგრძელება იქნება ამ პროცესს. მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. ნამდვილად აქტუალური საკითხია. ერთი რამ რაც მინდა გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ პრინციპში ვითვლები ერთ-ერთ დამფუძნებლად ინვიტრო განაყოფიერების ჩვენს ქვეყანაში, მე მაინც ყოველთვის საუბარს დავიწყებდი და დავიწყებ ყოველთვის იმით, რომ მშობლებსაც ვეტყვი, მოზარდებსაც ვეტყვი, ქალბატონებსაც და მამაკაცებსაც, რომ პირველ რიგში უნდა მიხედოთ თავიანთ ჯანმრთელობას, თავიანთ რეპროდუქციულ ფუნქციას, რომ
არ მოვიდნენ თუნდაც ინვიტრო განაყოფიერების ჩატარებამდე. ანუ ეს ამით იმის თქმა მინდა, რომ რა თქმა უნდა მეცნიერება მედიცინა წინ მიდის, მაგრამ ყველამ საკუთარ თავს უნდა მოუაროს, მით უმეტეს რეპროდუქციული ჯანმრთელობის თვალსაზრისით. რაც შეეხება მიღწევებს უნაყოფობის პროცესში, მინდა გითხრათ, რომ სწორედ უნაყოფობის მკურნალობის აი ესეთი დამაგვირგვინებელი დღეისათვის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა სწორედ ინვიტრო განაყოფიერება, რაც რეალურად შემიძლია ვთქვა, რომ არის მამაკაცის და ქალის უნაყოფობის ყველაზე წარმატებული და უალტერნატივო მეთოდი უნაყოფობის მკურნალობაში. და ყოველდღიურად იხვეწება იგი, მით უმეტეს დღეს ხელოვნური ინტელექტის ჩარევა ამ მეთოდში აბსოლუტურად უფრო მეტად გაამარტივა და უფრო დიდი პერსპექტივები დაუსახა ინვიტრო განაყოფიერებას. მე არ დავიწყებ ახლა ჩამოთვლას, რა შემთხვევაში შეიძლება მიმართოს ადამიანმა ინვიტრო განაყოფიერებას და რა არის ჩვენებები და ასე შემდეგ. ჩვენი ამოცანა არ არის ნამდვილად, მაგრამ მივმართავ წყვილებს, რომლებიც ქმნიან ოჯახს, რომლებიც აპირებენ შექმნას და უკვე შექმნილი აქვს, რომ მათ არ უნდა შეეშინდეთ, რომ არსებობს მკურნალობის მეთოდები და ეს მეთოდები ყოველდღიურად იხვეწება და საქმე მიდის იქამდე, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნება ქალის თუ მამაკაცის უნაყოფობა, მათ ეყოლებათ თავიანთი ბიოლოგიური შვილი. ეს არის კაცობრიობის მომავალი და ჩვენი, ასე ვთქვათ, ფუნდამენტალური საძირკველი, ხო მართალია? შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის მთავარი მიღწევა. ეს არის მთავარი მიღწევა, რა თქმა უნდა, მედიცინის და რეპროდუქტოლოგიის. ინვიტრო განაყოფიერებამ განსაკუთრებული როლი ითამაშა ისეთი დაავადებების და ისეთი პათოლოგიების პრობლემის გადაწყვეტაში, როგორიც არის აი გენეტიკური განწყობა ქალის, როდესაც მისი საკვერცხე პრაქტიკულად უფუნქციოა, ამას ქვია პირველადი ფუნქციური უკმარისობა საკვერცხის, როდესაც ფოლიკული არ მწიფდება საკვერცხეში, თუნდაც ახალგაზრდა ასაკში და ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დღეს საკვერცხის დაბერების პროცესის გადაჭრას. ანუ მოგიხსენებათ სოციალური პირობები დღევანდელი, ეკონომიკური პრობლემა, იქეთ გარემო პირობები, ყველაფერი გავლენას ახდენს რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე და დიდი სტრესი, რომელიც დღეს არის საერთოდ კაცობრიობაში და რომელიც განსაკუთრებით მე მგონი ქალებზე მოდის. დღეს ყველაზე წარმატებული კვლევა გახლავთ ღეროვანი უჯრედებით საკვერცხის დაბერების მკურნალობა. თუმცა აქამდე ძალიან ბევრი პროცესი გაიარა, თუნდაც ინვიტრო განაყოფიერების პროცესში, რას ნიშნავს, რომ მომწიფებელი კვერცხუჯრედი შეიძლება აიღო, ის მომწიფებელი კვერცხუჯრედი, ეს მომწიფება მიდის გარე პირობებში. ანუ ძალიან ბევრი პროცესი ტარდება იმისათვის, რომ თუნდაც ასაკოვანმა და ისეთმა ახალგაზრდა ქალმა, რომელსაც აქვს საკვერცხის ფუნქციის მნიშვნელოვანი დაქვეითება, მიიღოს თავის საკუთარი ოოციტი. აი სწორედ ყველაფერი მიდის იმისკენ, რომ ქალს ყავდეს თავისი ბიოლოგიური შვილი. ეს არის დღეს კაცობრიობის ყველაზე დიდი მიზანი, ასე ვთქვათ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ ძალიან ბევრს ვლაპარაკობ ინვიტრო განაყოფიერებაზე, მის მიმართულებებზე, თუნდაც იგივე დონაცია სუროგაციაზე, არის ეთიკური პრობლემები და ასე შემდეგ, მაინც ამ მეთოდმა ძალიან დიდი მნიშვნელობა პოვა უნაყოფობის მკურნალობაში და ის გართულებები და ის გვერდითი მოვლენები, თუნდაც რომელიც თან ახლდა სტიმულაციის პროცესებს, აი ჩვენ დავიწყეს 2000 წლებში და მაშინ ძალიან საკმაოდ ხშირი გვერდითი მოვლენები ჰქონდა ამ პროცესის მიმდინარეობას და ასევე გართულებები, დღეს ეს გართულებები აღარ არსებობს. ეს არის მედიცინის დამსახურება, ხო? არ არსებობს იმიტომ, რომ დაიხვეწა ჰორმონები, დაიხვეწა ნიადაგები, რომელშიც ოოციტი თავსდება, ასევე გახდა იდეალური მკურნალობის მეთოდები, როგორიც არის მაგალითად თუნდაც PRP მეთოდი, რაც ნიშნავს იმას, რომ საკვერცხეში შეიყვანება დაუშვათ თრომბოციტებით გამდიდრებული პლაზმა, რომელიც ხელს უწყობს რეგენერაციის პროცესს. ეს პროცესი მიმართულია იმისკენ, რომ ოჯახები შეიქმნას და ამ ოჯახებს ყავდეთ თავიანთი საკუთარი ბიოლოგიური შვილი და კიდევ ერთხელ ვახსენებ, ხელოვნური ინტელექტი კიდევ უფრო პერსონალიზირებული მედიცინის განვითარებას უწყობს ხელს, კიდევ უფრო დახვეწს ამ მეთოდს და კიდევ უფრო სწრაფად და კიდევ უფრო მეტად ჯანსაღი ბავშვები დაიბადებიან. ძალიან დიდი მადლობა კოლეგებო დღევანდელი სტუმრობისთვის. მაყურებელს აუცილებლად უნდა შევახსენო, რომ დღეს ჩვენ
გამრავლებასთან დაკავშირებით, ადამიანის რეპროდუქციასთან დაკავშირებით ვეცადეთ სხვადასხვა წახნაგი წარმოგვეჩინა, როგორი იქნება დარგი მომავალში და როგორი პერსპექტივები გვაქვს ადამიანების გამრავლებისათვის მტკიცებულებებზე დამყარებული მედიცინის შესაბამისად და ჩვენი გადაცემის აი ამ ბლოკის სტუმარი ბრძანდებოდნენ რეპროდუქტოლოგები პროფესორი ქალბატონი ლალი ფხალაძე და პროფესორი ქალბატონი ნატო ხონელიძე. მე არ გემშვიდობებით, წინ კვებითი შუქნიშანი გველოდება. კვება ადამიანის გამრავლებასთან კავშირში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუნდაც იმიტომ, რომ კვებაც და გამრავლებაც სიცოცხლის მახასიათებელია. კვება და გამრავლება ადამიანის სიცოცხლის აუცილებელი ნაწილებია და ამ ურთიერთობაში ჩვენს თეფს რა თქმა უნდა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუნდაც იმიტომ, რომ იგი სქემატურად ასახავს ჩვენს ყოველდღიურ რაციონს, სადაც სულ ცოტა ნახევარი ბოსტნეული და ხილია, მეორე ნახევარი მარცვლეულ ბურღულეული ცილოვან კომპონენტთან ერთად. ეს სიტყვები თქვენ ყოველდღიურად გესმით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სიტყვები რეალობად ვაქციოთ ჩვენს ყოველდღიურობაში, თუნდაც იმიტომ, რომ ამ გზით ჩვენს ორგანიზმში მოხვედრილი საკვები ნივთიერებები აღმოჩნდეს ხელშემწყობი იმ პროცესებისა, რომელიც დიახ უჯრედების გამრავლებას ეხმარება, დარღვეული სტრუქტურების აღდგენას ეხმარება და იმ ორგანიზმებში, სადაც გამრავლების პროცესი ჯერ კიდევ წინ არის, შესაბამის ნიადაგს ქმნის სრულფასოვანი გამრავლებისათვის. და აი ასეთი კანონზომიერების გათვალისწინებით ჩვენ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმ ცოდნას, რომელიც დღეს უკვე დაგვიგროვდა. რას უკავშირდება ეს ცოდნა? ცოდნა უკავშირდება რისკებს, რომელიც უნებურად ადამიანისგან თითქოს დამოუკიდებლად იქცა საფრთხედ. რომელ საფრთხეზე ვსაუბრობთ? საფრთხეზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში თავად ადამიანმა შექმნა და შემდეგ მას სჭირდება გააზრება რისკების, ამ რისკების დაძლევა და შედეგების მაქსიმალურად განეიტრალება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანის გამრავლებაზე ვსაუბრობთ, აქ რამდენიმე ფაქტორი მინდა გაგახსენოთ, რომელიც შესაძლოა არც კი ქსმენიათ, ან ქსმენიათ და სათანადოდ აღარ გახსოვთ. თქვენ ახლა ეკრანზე ხედავთ მარცვლეულ ბურღულეულს, რომელსაც ძირითადად ჩვენ საქებარი სიტყვებით მოვიხსენიებთ, როგორც ადამიანის რაციონის აუცილებელ შემადგენელ ნაწილს, განსაკუთრებით მთლიანი მარცვლეულის შემთხვევაში, რამდენად სასარგებლოა ეს პროდუქტები თავის შემადგენლობით. დღეს მე ამაზე არ გესაუბრებით. შემდეგი ჩამონათვალი პროდუქტებისა ასევე ძალიან საყურადღებო იქნება, მაგალითად ბოსტნეული, რომელიც ჩვენი კვების რაციონის ყოველდღიური შემადგენელი უნდა იყოს, რომლის გარეშეც ადამიანის ჯანმრთელობა ძალიან ძნელად წარმოსადგენია. და კიდევ ერთი კომპონენტი, რომელიც თქვენთვის ასევე ნაცნობია და ჩვენი რაციონის ნაწილია, ეს გახლავთ ხილი. რა არის ამ პროდუქტებს შორის საერთო და რატომ აღმოჩნდა ჩემი სათქმელი წითელ ზონაში დაკავშირებული ამ საქებარ კვებით ჯგუფებთან? მათ აქვთ საერთო შემადგენლობაში შესაძლო კომპონენტად პესტიციდები. რა არის ეს ნივთიერებები? ჩვენ უკვე არაერთხელ ვთქვით ამის შესახებ. ეს არის ქიმიკატები, რომელთა დამსახურებით ადამიანმა ძალიან ბევრი ამოცანის გადაჭრა ცადა. რა გააკეთა ადამიანმა ამ ნივთიერებების დამსახურებით? მაგალითად, ადამიანებმა გამოიყენეს სხვადასხვა მცენარის დაავადების სამკურნალოდ, ჰერბიციდები, როდესაც მავნებლების, სარეველების განადგურებაზე არის ორიენტირებული, ფუნგიციდები, როდესაც სოკოს განადგურებას ემსახურება ესა თუ ის ქიმიკატი, ინსექტიციდები, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ კონკრეტული მწერების საწინააღმდეგო ქიმიკატებზე. მე მინდა გაგახსენოთ ეგრეთ წოდებული DDT-ს ფენომენი, როდესაც სწორედ ერთი კონკრეტული ინსექტიციდი, ანუ მწერების საწინააღმდეგო საშუალება აღმოჩნდა უამრავი პრობლემის მიზეზი რეპროდუქციის ჭრილში. გაგახსენებთ, როდესაც ქალბატონები ორსულობის დროს მიირთმევდნენ რძეს ძროხებისა, რომელთაც ამუშავებდნენ აი ამ მწერების საწინააღმდეგო საშუალებით, მათ ჰქონდათ რისკი ორსულობის შეწყვეტის, ნაადრევი მშობიარობის, ძალიან მაღალი რისკი ჰქონდათ ნაყოფის თანდაყოლილი სიმახინჯეების და სწორედ მაშინ მედიცინა პირველად დაფიქრდა
ეს უხილავი საფრთხე, რომელიც ჩვენთვის ძალიან სასარგებლო პროდუქტებშია დაშიფრული, როგორ შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენს ორგანიზმში და თითქოს ჩვენი ჯანმრთელობის სამსახურად, ჩვენი სიცოცხლის სამსახურად მიღებული ეს ნივთიერებები იქცეს ჩვენი სიცოცხლის და ჯანმრთელობის საპირისპირო ეფექტის მქონე. და აი აქ განსაკუთრებით მინდა ვახსენოთ ჩვენი კამპანია. თქვენი ფიქრებთ, რა შუაშია ქიმიკატები, ჰერბიციდები, პესტიციდები, ფუნგიციდები, ინსექტიციდები და კამპანია, რომელიც მინის ბოთლს, ქსოვილის ნაჭრის ჩანთას, თიხის ფიალას და ხისკოვს უკავშირდება. არადა პირდაპირ კავშირშია, რადგან ყველა ის ნივთიერება, რაც მე დავასახელე, ცნობილია როგორც ენდოკრინული დამაზიანებელი. რას ნიშნავს ენდოკრინული დამაზიანებელი? ადამიანის გამრავლებასთან დაკავშირებული ენდოკრინული კომპონენტების დაზარალება ძალიან ადვილად შეუძლია იმ ნივთიერებებს, რომელიც მე უკვე დავასახელე და ამავე დროს იმ ნივთიერებას, რომელიც პლასტმასის ბოთლში შეიძლება მაგალითად აღმოაჩინოთ. ბისფენოლ A. ბისფენოლ A, რომელზედაც ჩვენ წლების მანძილზე ვსაუბრობთ ჩვენს კამპანიაში, თქვენთვის ძალიან ნაცნობი სიტყვათა შეთანხმება, მაგრამ სწორედ ბისფენოლ A-ს აქვს ასეთი უცნაური თვისება. ის ძალიან ჰგავს ქალის სასქესო ჰორმონს, ესტროგენს. ამიტომ ის მიმსგავსებულია ქალის სასქესო ჰორმონთან, ამიტომ ის ახერხებს ჩვენს ორგანიზმში ძალიან ბევრი პროცესში შეცდომაში შეიყვანოს, მოატყუოს ჩვენი ორგანიზმი და ამითი პრობლემები შექმნას ქალის ორგანიზმშიც, მამაკაცის ორგანიზმშიც შვილოსნობასთან დაკავშირებით. თითქოს ერთი უმცირესი დეტალი, ერთი ნივთიერება, მაგრამ გადამწყვეტი ჩვენს გამრავლებაში შეიძლება იყოს თითქოს უწყინარ პროდუქტში, ერთჯერადი გამოყენების პლასმასის ბოთლში, რომელსაც მრავალჯერადად გამოვიყენებთ, არ გადავაგდებთ, არ შეველევით და გამოვიყენებთ მას მაგალითად ძმრის ჩასასხმელად, მაგალითად ღვინის ან ტყემლის შესანახად და ასეთ შემთხვევაში ბისფენოლი აუცილებლად მოხვდება ჩვენს ორგანიზმში. ამგვარად დღევანდელი ჩვენი საუბარი ენდოკრინულ დამაზიანებლებთან დაკავშირებით ჩვენთვის ძალიან ნაცნობ ნივთიერებებს დაუკავშირდა. ქიმიკატებს, რომელიც თითქოს ძალიან ახლოს მოვიდა იმ პროდუქტების დამსახურებით, რომელსაც ყოველდღიურად მივირთმევთ და ბისფენოლ A-ს დაუკავშირდა, რომელიც ასევე ძალიან ახლოს არის თუნდაც ჩვენთვის ყოველდღიურად გამოსაყენებელ პლასმასის ნივთებში. ამიტომ როგორც არასდროს ჩვენ გვჭირდება დღეს თანამედროვე ადამიანებს ფიქრი ჩვენს მომავალზე, ჩვენი შვილების მომავალზე, ჩვენს შთამომავლობაზე, როგორი იქნება კაცობრიობა ხვალ, როგორი იქნება ჩვენი გამრავლების რესურსები ხვალ, რა იქნება წანამძღვრები ამ პრობლემებისათვის თუ დღეს არ ვიფიქრებთ იმ ნივთიერებებზე, რომელსაც უკვე წლებია ვიყენებთ, იმ პროდუქტებზე, რომელსაც უკვე წლებია ვიყენებთ და რომელთა უარყოფით გავლენა გამრავლების სისტემაზე მხოლოდ უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში შევიტყვეთ და დღეს გვაქვს შესაძლებლობა გამოვასწოროთ. თუ არ გამოვასწორებთ, ნამდვილად იქცევა ეს ყველაფერი ტვირთად ჩვენი შთამომავლობისთვის, ჩვენი მომავლისთვის და ჩვენი ამოცანა ხომ ის არის მაქსიმალურად ავარიდოთ რისკები ჩვენს შვილებს, ჩვენს შთამომავლობას და რაც შეიძლება მეტი წანამძღვარი შევქმნათ მათი ბედნიერი მომავლისთვის და მათი ჯანმრთელობისთვის, მათი დღეგრძელობისთვის, მათი კეთილდღეობისთვის. მე დღეს ამით გემშვიდობებით და ტრადიციულად, როგორც ყოველთვის, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.